მოგესალმებით. დღეს ვეცნობით იმ სტრატეგიებს, რომლებიც ასე თქვათ რთულ საუბრებსა და მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ. ხო. ამისთვის FBI-ის ყოფილი მომლაპარაკებლის ქრის ვოსის ერთ საინტერესო ინტერვიუს დავეყრდნობით, სადაც ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს. მართლაც საინტერესო მასალაა. ჩვენი ამოცანა აქედან გამოვწუროთ ყველაზე ღირებული რჩევები. თქვენთვის იქნება ეს სამსახურში, პირად ურთიერთობებში თუ უბრალოდ როცა საკუთარი აზრის დაცვა გიწევთ. კი, და საინტერესოა, რომ ვოსის მიდგომები ხშირად არაიმდენად ტაქტიკას, არამედ უფრო სწორ შინაგან განწყობას ეფუძნება. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მივახციოთ შედეგს ისე, რომ ურთიერთობები არ დავაზიანოთ. კარგი, დავიწყოთ. პირველი, რასაც ვოსი უსვამს ხარს, ეს არის სიმშვიდე და განსაკუთრებული ხმის ტონი. ის ცნობილი ღამის რადიოწამყვანის ხმა. ზუსტად, აი დაბალი, დამამშვიდებელი, თითქმის მონოტონური ტონი. ცოტა უცნაურად კი ჟღერს, არა? კი, თავიდან ცოტა უცნაურია. თუმცა ამას ნევროლოგიური საფუძველიც აქვს. ასეთი ტონი პირდაპირ ტვინის დამამშვიდებელ ცენტრებზე მოქმედებს. ანუ ფიზიოლოგიურად მუშაობს. დიახ, ეს არა მარტო მეორე მხარეს ადუნებს, არამედ აი თავად თქვენს გეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. კი, და ამ სიმშვიდესთან ერთად ცოტა გასაკვირია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური და თითქოს და რაღაცნაირი თამაშის განწყობაც. თამაშის? ეგ როგორ? ვოსი იხსენებს ერთ კურიოზულ შემთხვევას აეროპორტში, დაკარგული ბარგის ოფისში. ხო და იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულიყო, თანამშრომელს ხუმრობით უთხრა. ალბათ რაღაც ჯადოსნური ჯოხი გჭირდებათ ჩემი ბარგის საპოვნელადო. მართლა? და რა მოხდა? ამ მოულოდნელმა სიმსუბუქემ ისე იმოქმედა, რომ თანამშრომელმა მართლა იმაზე მეტი გააკეთა მის დასახმარებლად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს გვაჩვენებს თუ როგორ შეუძლია სწორ მომენტში გამოჩენილი იუმორს, კარი გაგიღოს. საინტერესოა. ანუ განწყობა მთავარია, მაგრამ ვოსი ხომ პრაქტიკულ იარაღებსაც გვთავაზობს. რასაკვირველია? პირველი ასეთი ჰიპოთეზების ტესტირება. ანუ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ კითხოთ, რა გინდა? სცადეთ მისი პოზიციის გამოცნობა. აჰა, მაგალითად? მაგალითად, როგორ ჩანს თქვენთვის პრიორიტეტია? ან ვოსის მაგალითი რომ მოვიყვანოთ მანქანით მგზავრობაზე. ალბათ ფიქრობთ, რომ პირდაპირი გზით წასვლა სჯობს, რადგან დროის დაზოგვა გსურთ. ხო, გასაგებია. ამით ინფორმაციას ბევრად სწრაფად იღებთ. ადამიანი ან დაგიდასტურებთ, ან შეგისწორებთ. და ესე იგი თავის ნამდვილ მოტივს გაამხელს. ამას კარგად ეხმარება მეორე ტექნიკა იარლიყების გამოყენება. იარლიყები? ხო, ანუ თქვენ ახმოვანებთ იმ ემოციას ან ფიქრს, რომელსაც მეორე მხარეს ამჩნევთ. მაგალითად, როგორ ჩანს, ეს საკითხი საკმაოდ გაღელვებთ. აჰა. ან თითქოს რაღაც გაწუხებთ ამ წინადადებაში. ეს საოცრად ძლიერია, რადგან ადამიანები თავს, გაგედულად გრძნობენ. მართალია, როცა გრძნობ, რომ ესმის შენი. კი, და საინტერესოა, რომ ამის გამოყენება პროაქტიურადაც შეიძლება. მაგალითად, რთული უკუკავშირის მიცემამდე თქვით. ალბათ ეს ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ ანუ ამზადებ ადამიანს. ზუსტად, ეს ერთგვარად არბილებს მოსალოდნელ ნეგატივს. გასაგებია. და მესამე, ერთი შეხედვით უმარტივესი, მაგრამ როგორც ვოსი ამბობს, გასაოცრად ძლიერი ტექნიკა სარკისებური ასახვა. Mirroring, ხო. კი. უბრალოდ გაიმეორეთ თანამოსაუბრის ბოლო 1-3 სიტყვა, კითხვის ტონით. მაგალითად, თუ ის ამბობს, ამ პირობებს ვერ დავეთანხმები. თქვენ იმეორებთ, ვერ დავეთანხმებით? უბრალოდ ეს. კი, და ეს ჯადოსნურად მუშაობს. ადამიანი თავს ვალდებულად გრძლობს, განავრცოს, დააზუსტოს ნათქვამი, ისე რომ პირდაპირი კითხვები, აი რა იგულისხმეთ? არც გწირდებათ. აიძულებს, დაფიქრდნენ და მეტი გითხრან. ზუსტად. მართლაც ეფექტური ტექნიკებია, მაგრამ მეორე მხრივ ვოსი პოტენციურ ხაფანგებზეც გვაფრთხილებს. ხო, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ასეთია ფრაზა win-win, თმობინოთ. ხო, თითქოს ორივე იგებთ, მაგრამ. კი. მთავარია არა ფორმალური თანხმობა, არამედ ის, რომ ორივე მხარე გრძნობდეს სამართლიანობას. აი ეს შეგრძნებაა მთავარი. საინტერესო დაკვირვებაა, რადგან ეს ფრაზა მართლა ხშირად გამოიყენება. თან სრულიად უწყინარად ჩანს ხოლმე. კიდევ ერთი წითელი დროშა, რაზეც ვოში მიგვითითებს, არის გადაუდებლობის წნეხი. აჰა, დროში შეზღუდვა. კი, თუ ვინმე გაჩქარებთ, ეს ახლავე უნდა გადაწყვიტო, თორემ შესაძლებლობა ხელიდან გაგისხლდება. დიდი შანსია, რომ ეს მანიპულაცია. ხო, ზეწოლაა.
ყოველთვის დაფიქრდით, რეალურად არის თუ არა სიტუაცია ასეთი სასწრაფო, თუ ეს უბრალოდ ზეწოლის ინსტრუმენტია. ზუსტად, ეს წნეხი ხშირად ჩვენს რაციონალურ აზროვნებას თიშავს. და ბოლოს, რა ვქნათ, თუ მეორე მხარე აშკარად აგრესიულია. ეგ რთული სიტუაციაა. პირდაპირ დაპირისპირებას აზრი არ აქვს. ვოსის რჩევაა გამოიყენოთ როგორ და რა. კითხვები? ანუ არა რატომ, არამედ როგორ და რა. დიახ. მაგალითად, როგორ ფიქრობთ ეს სამართლიანია? ან რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს იმუშავებს? ეს კითხვები აიძულებს აგრესორს დაფიქრდეს, თავი იმართლოს, მოიყვანოს არგუმენტები. ანუ პასუხისმგებლობას მას აკისრებ. კი, და ეს პროცესი მათ ღლის. და ხშირად სწორედ მაშინ ამჟღავნებენ თავიანთ სისუსტეებს ან რეალურ ზრახვებს. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ძიუდოა, მოწინააღმდეგის ენერგიის მისსავე წინააღმდეგ გამოყენება. გასაგებია. მაშასე, შევაჯამოთ. დღევანდელი განხილვიდან რამდენიმე საკვანძო იდეა გამოიკვეთა თქვენთვის. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, შესაძლოა ღამის რადიო წამყვანის ხმის გამოყენებითაც. ხო. შეგეშინდებათ ჰიპოთეზების ტესტირების, ემოციების იარლიყობით აღნიშვნის და სარკისებური ასახვის ტექნიკის გამოყენების. ეს სამი ძირითადი. კი. და იყავით ფრთხილად ვინ-ვინ რიტორიკასთან და ნუ აყვებით ხელოვნურად შექმნილ გადაუდებლობას. და დასასრულს, ერთი კითხვა თქვენთვის დასაფიქრებლად. ვოსი ხშირად საუბრობს ინტუიციის, ანუ შინაგანი ხმის მოსმენის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც ისე ვერ არის. ხო, აი ის ცნობილი gut feeling. ზუსტად. ხო და რამდენად კარგად შეგიძლიათ რთული საუბრის წინ თქვენი ნამდვილი ინტუიცია გაარჩიოთ უბრალო შიშისგან ან შფოთვისგან. საინტერესო კითხვაა. ამაზე დაფიქრება შესაძლოა თქვენი შემდეგი ნაბიჯი იყოს ამუნარების დახვეწის გზაზე.